ჩემი ძირითადი საქმე არის სოფლის მეურნეობა. მიწის დამუშავება. ოჯახის მოვლა, რა თქმა უნდა. საქონლის თავისთავად. ეს არის ჩემი სამუშაო პირველ რიგში, ძირითადად. მე არც არ მუშაობ. მიწას ვამუშავებ ძირითადად სიმინდი, სოიო. სასილოსე მასა. საქონლისთვის, ძირითადად. ფრინველი, საქონელი, ორი. და მე ოჯახში. რაც მორჩება გავყიდია და როგორ. ფასები ძანდაბალია. ხატო ძვირია. იმის მოწევა კიდევ ძვირია, რა თქმა უნდა, საწვავი ძვირი, სასუქი ძვირი. მე პროდუქციას რომ მოვიწევთ, სიმინდი იქნება თუ სოიო, ეს ძალიან იაფია, ყველი იაფია. ბაზარში რომ გაიტან. მოგების მიღებას რა არის აქ, ძირითადად მაინც და მაინც არა, თავს მირჩენდავს მეტი არ არის. აზორბედია სენაკის რაიონის სოფელ თეკლაჩში ცხოვრობს. ოჯახის სარჩენად გლეხი დილიდან დაღამებამდე შრომობს. მიწას ამუშავებს და საქონელს უვლის. იქვე თეკლაჩში ოდნავ მოშორებით ძმები ალენიების ფერმა მდებარეობს, სადაც ჰოლანდიური ძროხის ჯიშები ყავთ მოშენებული. ჰოლანდიური ისი დიდად უკეთესია იმით რომ პროდუქტიულია. ტანად დიდია კიდევ მაგალითად საჩვენი და საიმის ხპოს რომ მოიგებს ის არის 50 კილოიანი, ჩვენი არის 10 კილოიანი 15. ის იწვება 30, 20, 25, 30 და ჩვენი იწვება 5, 7, 10, ყველაზე დიდი. ის ღირს 2000 ევრო. და სოფლის კაცი მის ყიდვა უჭირს. ძალიან. არასდროს ვერ ვიყიდი ალბათ. ჰოლანდიელებმა 10 წლის წინ სამეგრელოში სახელმწიფოს დახმარებით 34 სუფთა ჯიშის ძროხა შემოიყვანეს და ძმები ალანიების ფერმაში მოაშენეს. მათ ქართველ ფერმერებს ახალი ტექნოლოგიები შეასწავლეს, რამაც ბიზნეს წარმატება მოუტანა. ფერმერებს ბიზნესის წარმატებისათვის ორი უმთავრესი პირობის დაცვა მოუწიათ. პირველი არის სუფთა ჯიშების შენარჩუნება, ხოლო მეორე სწორი კვება. ნახირში მიდის ნათესაური კავშირიც. პირველ რიგში ეს ნათესაური კავშირი არ უნდა იყოს. ეს უკვე ჯიშს და არევა ქვია. სისხლის არევა ქვია. აი ჩვენ გვყავთ წმინდა სისხლის ძროხები, რომელსაც თავისი პასპორტი მოყვება, თავისი გენეალოგია მოყვება. წარმატების მეორე პირობა, ანუ საქონლისათვის საკვების დამზადება მსოფლიოში უკვე ცალკე ინდუსტრიად იქცა. თუმცა ქართველი გლეხები საქონლის ბაგურკვებაზე გადაყვანის ნაცვლად ჯერ ისევ ნახირში მიერეკებიან. შეიძლება ადამიანმა თქვას და კაცმა და ფერმერმა თქვას ძროხა მოვლა უნდა მას, თუნდაც მინდორში რომ ბალახი მოიყვანო, რა უნდა ბალახი თვითონ მოვა და თვითონ ამოვა, თუმცა ასე არ ყოფილა ეს ნორმად. მრავალწლიანი ბალახი, რომელიც გვითესია ჩვენ და ასევე თესავთ სიმინდს, იმიტომ რომ სილოსი დავამზადოთ სიმინდისგან. სპეციალური დანადგარი გვაქვს, რომელსაც ქვია ჩოპერი, რომელიც აკუცმაცებს მას თავის ტაროიანად. შემდეგ 30 დღის განმავლობაში ის არის ორმოში, სპეციალური დახურულია ცელოფნით, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით ეს და იმათმა გვასწავლეს რა როგორ უნდა გავუკეთებინა სილოსი, სენაჟი. ეს ძროხა კი იძლევა ბევრ ძეს, მაგრამ საჭმელის ამას ბევრი უნდა. ერთი ძროხა 100 კილოგრამ მწვანე მასას ჭამს დღეში. სუფთა ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი საქონელი 700-800 კილოგრამს იწონის. ქართული კვარაცხელიას ჯიშის ძროხა კი 300-400 კილოგრამს. დღეღამეში ჯიშიანი საქონელი 30-40 ლიტრ ძეს იწველება. მაშინ, როდესაც ქართული ძროხის მაქსიმალური წვალადობა 10 ლიტრამდე ადის. სუფთა ჯიშის ხბო 50 კილოგრამს იწონის, ხოლო ქართული 15-20 კილოგრამამდეა. ფერმაში დღეს 170 მეწველი ძროხა ყავთ. რძის პროდუქტების ქარხანაც აქვე ფერმაშია გახსნილი. შვეიცარიული და იმერული ყველი, ასევე რძის სხვა პროდუქტები აქ ნატურალურ რძეზე მზადდება. წარმოების გაფართოების მიზნით სენაკში რძის ჩამბარებელი პუნქტებიც გაიხსნა, თუმცა არ იმუშავა. ჩვენ გავხსენით აქ 3 პუნქტი გვაქვს რძის შემაგროვებელი, მაგრამ ჩვენ არ ჩაგვაბარეს რძე. საქართველოში ყველას თითქმის ძროხა ყავს, მაგრამ დეფიციტია ნატურალური რძის. ასეთი ფერმა საქართველოში 2 თუ 3-ია კიდე რო ყავთ რა. ასეთი ფერმა უნდა იყოს 100, 200. საქართველოში რომ ნატურალური რძე ჭარბობდეს.
საქსტატის მონაცემებით 2009 წელს ქვეყანაში 9000 ტონა მსხვილფეხა საქონლის იმპორტი განხორციელდა. ადგილობრივი წარმოება კი 29000 ტონა იყო. აქედან 99.5% ოჯახურ მეურნეობებზე მოდის, ხოლო 0.5% წარმოებაზე. ეს ნიშნავს, რომ საქონელი ძირითადად ოჯახურ მეურნეობებში იზრდება. გლეხებს კი ჯიშების გაუმჯობესების შესაძლებლობა არ აქვთ. ექსპერტები თვლიან, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში გლეხებს ხელისუფლება უნდა დაეხმაროს. თავარია ცოტა გავფართოვდეთ რაღაცა პროგრამები ჩატარდეს რაიონში იქნება, ქალაქში იქნება თუ რეგიონში იქნება, მოვახდინოთ დაუშვათ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრები დაუშვათ აშენდეს ან დაფუძნდეს. თავიდან ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას თავის ჯიში გაუმჯობესოს. მას დიდი რაოდენობით ძე ექნება, ხბოს კარგი ეყოლება, შემოსავალიც მოიმატებს. თავი და თავი ყველაფერი ეკონომიკაა შემოსავალი და ფული, რომელიც იმ გლეხმა უნდა მიიღოს. შვილო, სახელმწიფო თვითონ უნდა შეთავაზოს ხალხს. ჩვენ რა შეგვიძლია? ძალიანაც რომ მევithხოვოთ, ჩვენ გამეხედეთ ძალიან არაფერს არ მოგვცემს. თვითონ უნდა მოვიდეს რაიონებში და რაიონებიდან გამეხედეთ სოფლებში და სოფლებს უნდა გააცნოს მაგ. ჯიშიანობას და არაჯიშიანობას. მომგებიანობას და რა მომგებიანობა. ჩვენ გამეხედეთ ჩვენ რა შეგვიძლია. ამერიკის განვითარების სააგენტოს დახმარებით ჯიშების გაუმჯობესებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მესაქონლეობის დარგი საკმაოდ არც ვიცი, სუდად არის განვითარებული ქვეყანაში და საქართველოს საკმაოდ მაღალია რძის პროდუქტების მოხმარების რიცხვით, მაინც აი ჯიშობრივი პრობლემა არის ძალიან დიდი და ამ შემთხვევაში დავიწყეთ ჩვენ ხელოვნური განაყოფიერება, რომელიც შედარებით ახალია საქართველოსთვის. ლანდრასის ჯიშის ღორების მოშენება თელეთში 2008 წლიდან დაიწყეს. სუფთა ჯიშის მოშენება და კომბინირებული კვება მოგების უმთავრესი პირობაა. აუცილებელია აწარმოოს სანაშენე მუშაობა გამომდინარე იქედან, რომ თუ მას წაუვიდა ნათესაური შეწყვილება, ეს ყოველთვის გამოიწვევს ესე იგი იმბრედულ დეპრესიას. ანუ ესე იგი შთამომავლობა წამოვა რახიტიანი. გოჭების რაოდენობაც იქნება მცირე, ანუ მან უნდა აწარმოოს სანაშენო აღრიცხვა. უნდა რომ მოგება ნახოს. მეორე, აუცილებელია ესე იგი ნომირებული კვება. და სრულფასოვანი საკვები. უნდა იყოს აუცილებლად სრულფასოვანი საკვებში. ქერი, ხორბალი, სიმინდის ღერღილი, სოიოს შროტი და პლუს კიდე ესე იგი პრემიქსებს, ანუ ვიტამინოვან მინერალურ დანამატებს. ეს აუცილებელია. წელიწადში შეგვიძლია მივიღოთ 25 გოჭი. ვღებულობთ, კი არ შეგვიძლია და მივიღოთ. ვღებულობთ და ზრდით, ერთი ღორისაგან. მეგორია? კარგია, ხო? გამორიცხულია ცხოველმა არ მოხდეს მოგება. ეხლა ტყილა ნურავინ უიწევს, ან ძროხა წამგებიანია, ღორი წამგებიანია, თუ რა თქმა უნდა, თქვენ ნორმალურად კვებავთ მას, რაც უნდა დაგეჯდეს საკვები. ის მაინც მოხდეს მოგებას. გამომდინარე საბაზრო ეკონომიკიდან, ხო? არ არის ვეზიდები საიდან ესე გაყინულ ქათმებს და გაყინულ ღორის ხორცს და ესე იგი კენგურუს ხორცს. რაში მჭირდება, როცა ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ადგილობრივი მეურნეობა, ჩვენი გლეხები დავასაქმოთ, ხო? ვაწარმოოთ ჩვენი საკუთარი წარმოების საკვები. საქსტატის მონაცემებით 2006 წელს ღორის ადგილობრივი წარმოება 31000 ტონა იყო. იმპორტი კი 8000 ტონა. 2007 წელს ადგილობრივი წარმოება 21000 ტონა. იმპორტი 13500 ტონა. 2008 წელს ადგილობრივი წარმოება ჩამორჩა იმპორტს და 11400 ტონა შეადგინა. მაშინ როცა იმპორტი 12900 ტონა იყო. 2009 წელს ადგილობრივი წარმოება 8000 ტონა. იმპორტი კი 13000 ტონას აღემატება. ღორის წარმოების კატასტროფული ვარდნა 2006 წლის გაზაფხულზე დაიწყო, რაც ღორის ჭირის გავრცელებამ გამოიწვია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ღორი აფრიკული ვირუსით განადგურდა. 2006 წელს ფოთს აფრიკიდან მომავალი ხომალდი მოადგა და ნაგავი დაცალა. როგორც წესი, სახელმწიფოს ნაგვის უტილიზაცია უნდა მოეხდინა, მაგრამ არ მოახდინა. ვირუსი სწორედ ამ ადგილიდან, ჯერ ფოთის მიდამოებში გავრცელდა, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოედო. ქვეყნის მასშტაბით 9 მილიონამდე ღორი განადგურდა. მოსახლეობამ 50 მილიონამდე ზარალი მიიღო. ღორის ხორცის ადგილობრივი წარმოება დღემდე კლებულობს. საქსტატის ინფორმაციით, ღორის ხორცით ადამიანის უზრუნველყოფის კოეფიციენტი 76%-დან 47%-მდე ჩამოვიდა. აგერ ვარ ბატონო ჩვენ მობრძანდით, მოგყიდით, მოამრავლეთ, გასავლით. დაგეხმარებთ ყველანაირად. ვისაც კი უნდა, მზადა ვარ დავეხმაროთ. ბაზარი თბილისში იმდენია, რესტორნების ქსელი იმდენი ვერ მოამარაგებ.
დაკლულ წონაში ხორცის წარმოება 2006 წელს. ადგილობრივი წარმოება 83300 ტონა, იმპორტი 32100 ტონა. 2007 წელს 73000 ტონა, იმპორტი 53300 ტონა. 2008 წელს 57300 ტონა, ხოლო შემოტანილი 62100 ტონა. 2009 წელს 54300 ადგილობრივი, იმპორტი 61900 ტონა. დაკლულ წონაში ხორცის წარმოების მსგავსი დაბალი მაჩვენებელი 1950 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. პირველი მოგახსენებათ შუქიარა. აქ 20 წელი ნატურალურად გამთებულა და კომფორტი ყველას მოსწონს, მათ შორის თუშებსაც გაზრაზე ლაპარაკი. აუტანელი პირობებია ცხოვრების. ზამთარში გზა იკეტება და არ არის. ავტომანქანა ვერ მოძრაობს. ოქტომბრის ბოლოდან მანქანა კი ვეღარ დაგისახება. გზის, ელექტროენერგიის და ტელევიზიის უქონლობის გამო თუშეთი თანდათან დაიცალა. კახეთში გადმობარგებულები საკუთარ მიწას ზაფხულობით გაუბრუნდებიან. თუშები თავს დღემდე მეცხვარეობით ირჩენენ, თუმცა მათი გადმოსახლების შემდეგ ცხვრის ფარად თანდათან შეთხლდა. 1990 წელს საქართველოში 1.618.000 სული ცხვარი იზრდებოდა. 2000 წელს 627.000, 2005 წელს 815.000, 2009 წელს კი 673.000. ცხვრის ხორცი, ყველი და მატყლი თუშებისათვის თავისრჩენის საშუალებად რჩება. ბოლო 2 წელია თუშური ცხვარი აღმოსავლეთსა და შუა აზიის ქვეყნებში მოთხოვნადი გახდა. გაიზარდა ცხვრის ფასიც 60-დან 130 ლარამდე. გასაყიდი მამალი თოხლი რაც არის, მას ყიდის და დედალს ვინახავთ. აი ამ მამალი თოხლიდანაც ნაწილს ისევ იმ წემსებს ვახარჯებთ და დანარჩენი აი მიწის გადასახადი რაღაც სადღაცა და შენახება საარსებო წყარო იმდელი რომ აი პურსაც აშამ ოჯახსაც ინახავ და სადღაც კინკილაზე ვართ რა ესე თლადეგე კი არა ვართ გათქვეფილები ვარცებობ ოქტომბრის პირველ ნახევარში როცა მთებზე უკვე თოვლია ცხვრისფარა გამოსაზამთრებლად შირაქის საძოვრებისაკენ გამგზავრებას იწყებს. ცხვარი 10 დღის განმავლობაში სათუშო ტრასას გაივლის და გაზაფხულამდე ბარში დაბანაკდება. პრობლემებიც აქედან იწყება. სახელმწიფოს ევალება ის რომ ჩვენი ტრასა რაც არის, რაც ოდითგანვე დაწესებული იყო და ხვია, ეს არის ტრასა. ცხვრის ტრასა, თუ ტრასა შეიძლება მანქანის ტრასა იყოს იმისა და სათუშო ტრასას ვამბობ. ამ ტრასის ნახევარი კიდევ არსებობს. რაც არის დამშალი, სანაგვეთ არის გამოყენებული ხალხს რასულთავებენ თუ სოფელს ასწავლებენ და იქ ჩამოყალიბ ტრასაზე იმ ნაგავს მიდის მემერე ცხვარი მიყავს დაეხოვა ზოგი შხამია გადაყრილი ვირთხების იმის საწამლოა და რაღაცა მეეხოვა იმას მარილი დაყრილია რაღაც დაყრილია ჭამენ გზაზე ყდება ერთი ყდება მეორე მესამე მეათე შევიწუებულია მეცხვარის მნიშვნელოვან შემოსავალს ხორცთან ერთად თუშური ყველიც აძლევს. ზაფხულში როცა ცხვარი მთაშია და ბალახობს, ყველის დამზადებაც სწორედ ამ პერიოდში იწყება.